მოვამზადოთ სამარხო ბულგარული წიწაკა და პომიდორი ბრინჯით. მოვამზადოთ ბულგარული და პომიდორები ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ბულგარულს თესლები ამოვაცალოთ და პომიდორიც ესევე. პომიდორის გული თასში მოვაგროვოთ. ამ პომიდორის გულებს დავამატოთ ერთი პატარა პომიდორი კიდევ და მოვათავსოთ ბლენდერში. აქვე ვამატებ ერთ ხახვს და ორ კბილ ნიორს და დავაბლენდეროთ. წინასწარ გარეცხილი მაქვს 200 გრამი ბრინჯი. და ეს დაბლენდერებული პომიდორი და ხახვი მოვათავსოთ ბრინჯში. დავამატოთ მარილი პილპილი გემოვნებით. წვანილები დაჭრილი ერთი სტაფილო დავახეხოთ მარილი პილპილი და დავასხათ სადღაც 50 გრამი ზეთი. სუნელებიც გემოვნებით გავუკეთოთ, ვამატებ ტომატს და ეს მომზადებული ჩავალაგოთ პომიდორებში და ბულგარულში. საერთოდ რამდენი პომიდორი და ბულგარულისა მაქვს, იმდენ სუფრის კოვს ბრინჯს ვიღებ, ან 1/9 სუფრის კოვს. დამოკიდებულია რამდენად დიდი და დიდებია ბულგარულები. ესენი ჩავალაგოთ ქვაბში. აი ესე ხუფებით ზემოთ უნდა იყვნენ, არ უნდა წაიქცნენ და ვაწყობთ ერთ ფენად. თავისუფალ ადგილებში დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო ჩავალაგეთ, რომ მჭიდროდ იყოს. ჭიქაში ჩავასხეს ცოტა ზეთი, ტომატით შევავსოთ და ცოტა წყლით და ეს ერთი ჭიქა 250 მილილიტრი დავასხათ ზემოდან. თუ სითხე არ არის ნახევარზე ცოტა მეტი, შევავსოთ წყლით. ზემოდან ერთი პომიდორი დავაჭერი, დავახუროთ და შემოვდგათ ცეცხლზე. 2 ნივრის კბილი დავადე. ეს რომ ადუღდება, უნდა ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. სანამ ბრინჯის მზაობამდე ბრინჯი უნდა მოიხარშოს და გადმოვდგათ. დავტოვოთ 20 წუთი კიდე, რომ მთელი წვენი შეისრუტოს და მერე გადმოიღოთ თეფშზე. არის ძალიან გემრიელი, აუცილებლად მოამზადეთ.